რაც ფიქრობ საპროტესტო მოძრაობაზე. საპროტესტო მოძრაობაზე პირველ რიგში რაც მინდა ვთქვა არის, რომ სამაგალითო არის იმ ადამიანის გამძლეობა, რომლებიც უმამაცესები აღმოჩნდნენ ჩვენ შორის და დღესაც აპრობილეში არიან, მინდა სოლიდარობა გამოუცხადო აქედან ყველა მოშიმშილი ადამიანს, რომლებიც აგრძელებენ შიმშილობას, ყველა დაკავებულ ადამიანს, რომლებიც ძალიან ღირსეულად იქცევიან ციხეშიც და ერთი რაღაცა მინდა აღვნიშნო, ამ ადამიანების წინააღმდეგ, საშინელი პროპაგანდა დაიწყო ამ სახელისუფლებო პროპაგანდის მანქანამ და ზოგადად ციხე აშინებს ადამიანებს, ვინც მორალურად არიან არასწორები. აშინებს. შეიძლება არ გინდოდეს, შეიძლება რაღაცა სევდას გვიდეს, მაგრამ არ გაშინებს მაშინ, როდესაც ხარ მორალურად სწორი. ფიქრობ, რომ აი გასაძლიერებლად ამ პროტესტის საჭირო არის შინაარსობრივი რაღაცა პატარა კერების გაჩენა, რომელსაც მაგალითად ხედავთ საზოგადოებრივ მაუწყებლთან. აი ესეთი შინაარსობრივი სექტორული საპროტესტო კერების გაჩენა გონია რომ გრძელვადიან პროცესში არა მარტო იმის გარანტიორი იქნება რომ ვთქვათ ხელისუფლება შეიცვლება არამედ შეცვლის შემდეგ ასე კონკრეტული მზა გეგმები ექნება და მაკონტროლებელი იქნებიან იმის თუ ვინც მოვა ხელისუფლებაში იქნება ეს კოალიცია თუ ორპარტიანი სამპარტიანი თუ ოთხპარტიანი ანუ იდეალურ შემთხვევაში საუბრობ იქნებიან მაკონტროლებლები იმისა თუ რა რეფორმები გატარდება ამ კონკრეტულ სექტორებში რომელიც ვთქვათ აქამდე დავკარგეთ და დავკარგეთ იმიტომ რომ ისევ და ისევ ხალხი არ იყო მაკონტროლებელი ის ადამიანები ვინც ამ სექტორებში იყვნენ ჩართულები